მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 17 თებერვალს დაიწყება. მოსახლეობა სხვადასხვა სოფლებიდან ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდებიან. აღნიშნული შესახებ განცხადება გუშინ გურია ტივის ეთერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გურამ გოლიაძემ გააკეთა. გუშინ გურია ტივის ეთერში გადაცემა სივრცე დიალოგისთვის გაიმართა. გადაცემის სტუმრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ გოლიაძე და ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი თემურ მურმანიძე იყო. მოწვეულმა სტუმრებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრეს. იმ პრიორიტეტებზე, რომელიც აღნიშნული პროგრამით ოზურგეთის სოფლებში ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე და საჭიროებაზე, რომ პრიორიტეტები ხსენებული პროგრამის ფარგლებში სწორად გამოიკვეთოს. როგორც გადაცემაში აღინიშნა, პირველი შეხვედრა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან გაიმართება, დაბა ლაითურში და ნარუჯაში იქნება. რაც შეეხება ბოლო შეხვედრა, სადაც ადგილობრივები საჭიროებებს მოისმენენ, სოფელი ჯუმათია. პროგრამა, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვია, განისაზღვრება 1,86,000 ლარით. ეს თანხა 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე იქნება გადანაწილებული, თუმცა საჭიროების ამბებ მერია ადგილობრივი ბიუჯეტი ჩართულობა იქნება საჭირო და ჩართულობა თუნდაც 100%-იანი ნიშნულით. გადანაწილება მოხდა, რა თქმა უნდა, რიცხობრიობასთან მიმართებაში, ანუ ადამიანების რაოდენობასთან მიმართებაში. მაქსიმუმი თანხა შეადგენს 20,000 ლარს, მინიმალური შეადგენს 10,000 ლარს, ბატონო ჩემო, და მიუხედავად ამ ნიშნულისა, რა თქმა უნდა, სოფლებში იქნება თანხა 16,000, იქნება 12,000, წეგან აღნიშნე, რომ ეგ არის რიცხობრიობასთან დაკავშირებული თანხები. იქიდან გამომდინარე, რომ თანხა განისაზღვრება ძირითადად მოსახლეობის დასახლებებში მოსახლეობის რიცხობების მიხედვით თანხა იგივეა, როგორც გასულ წელს იყო 1,86,000 ლარი და შესაბამისად თანადაფინანსებაც ანალოგიურად დაახლოებით იმავე ფარგლებში იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მზად არის დამატებით თანხები გამოყოს საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტების სრულად დასაფინანსებლად. ქართული ოცნება კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. მმართველი გუნდის განმარტებით კონკრეტული ძალები მიზანმიმართულად საუბრობენ სახელმწიფო ორგანოების არალეგიტიმურობაზე. გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ წესრიგს შორის კი ზღვარი სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ხვდავს. დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრი იქნება კრიმინალიზირებული. ანუ არ ეთანხმები ივანიშვილის დაუცნებას, არ გინდა კონსტიტუციური პრინციპები თავზე დაგვიხას და ამ შემთხვევაში პირდაპირ უბრალოდ შენ უნდა დაგიჭირო. აი ეგრე არის ამბავი და რაც შეეხება პარალელები რო არის ხოლმე გავლებული, ხა ძალიან სასაცილოა ეს პარალელები, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში ეს იყო ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ სახელმწიფო მოწყობას არ აღიარებდნენ და საქართველოში პრინციპულად განსხვავებული მდგომარეობა. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ისეთი ტიპის პროცესები, როგორიც არის მოწოდება, რომ არაკონსტიტუციურად ცნონ და არ აღიარონ საერთოდ კონსტიტუციური ორგანოები და ეგრეთ წოდებული საწინააღმდეგო პროცესები და უმორჩილებლობა, იქ არ აღიარება სახელმწიფო ინსტიტუტების და ამაში ამ პროცესებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს. საქალაქო სასამართლოში მურთაზ ზოდელოვასა და ლევან ხაბეიშვილის პროცესი დასრულდა. სხდომაზე ის პოლიციელები გამოიკითხა, რომლებიც ზოდელოვასა და ხაბეიშვილის დაკავებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები. მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან დაკითხულები ის სპეცრაზმელები, რომლებიც ხაბეიშვილის მაშინდელი მიმართვებით შეურაცხყოფილი დარჩნენ. პროცესს არ დასწრებია მურთაზ ზოდელოვა. ხაბეიშვილის თქმით კი პროცესზე ახლობლების სანახავად მოდის. მინდა საზოგადოებამ დაიგოს კარგად. ნახევარი წელი შესრულდება და ჩემი სასამართლოს სხდომა ერთადერთი იყო, როცა მიეცა საშუალება ჩემ დასვიხარი და მათ შორის მეც, სადაც იყო ეს წინასწარმეტყვი რო ითქვა რა. მას შემდეგ ჩემი სასამართლოს სხდომა არ ტარდება. მოვდივარ იმიტომ რომ მენატრება ჩემი ახლობლები და არა რაღაცა. მოვდივარ მივდივარ.
რომ ჩემი სასამართლოს ხდომა არის 3, მაქსიმუმ 4 საათიანი. სადაც დაიკითხება ის დანიშნული მოწვეები, რომელიც ყავს პროკურატურა, მოწვეული, რომელსაც სუსმა მიწერა, რომ გამომიყავით ეხლა ლევან ხაბეიშვილისგან შეუერთყოფილი გდდ-ს თანამშრომლები. იმ ხალხს მიწერეს მე რომ თოფილი დამარცხეს. 20 ვარ სასამართლო რა. დამაგებინეთ 20 მაინც მოყავთ. როდი უსტასოდ ხორშეება გაიცეთ რა. ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან გდდ-ს თანამშრომლები და გონიურული ეჭვი ჩდება, როდესაც არ მოყავთ გდდ-ს თანამშრომლები, ეს გდდ-ს თანამშრომლები ხო ვინ არიან ხო? სუსმა პირდაპირ დაავალა გდდ-ს, ეს საქმის მასალებით არის გამტკიცებული, რომ 3 მოწმე გამომიყავდა და გამოუყვეს. ესავე მოწმე, ანუ თვითონ კი არ მიმართეს პროკურატურას ან სუს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირიქით, სუსმა დაავალა გდდ-ს, რომ 3 მოწმე გამომიყავით საჯარო განცხადებებზე. აი აქაც აი სწორედ ამ ტერმინოლოგიიდან გამომდინარე ჩანს, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური და მხოლოდ სიტყვის გამო არის ლევან ხაბეიშვილი დაკავებული და 6 თვის განმავლობაში ერთი მოწმე არ მოუყვანიათ ლევან ხაბეიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ძალიან კომიკური პროცესი იყო. მოწმეებმა ფაქტიურად დაადასტურეს, რომ მურთაზ ოდელაოს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და უბრალოდ ბჭობდნენ რა მუხლი მოეფიქრებინათ მასთან დაკავშირებით. სასამართლო საპროცესო კოდექსში არის ჩანაწერი. თუ ჭხრეკა ამოღების მიმდინარეობის პროცესში გაჩნდა ეჭვი, რომ იქ მყოფმა ვინმე პირმა გადამალა რაიმე გამოძიებისთვის საინტერესო ნივთი ობიექტი. ასეთ შემთხვევაში ამ პირთან ტარდება ასევე ჭხრეკა. არავითარი დაკავება, არავითარი სასამართლოებრივი ღონისძიებები. შესაბამისად, ის რაც ეთერში ვნახეთ, მურთაზი რო გააკავეს და ტელეფონები წაართვეს, სინამდვილეში ეს არის ჭხრეკა და აქ წერტილი უნდა დასმოდა ყველანაირ პროცედურას. თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმება გრძელდება, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ინსპექტორობა 20-მდე ობიექტში ჩატარდა, მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. დარღვევებს შორისაა ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. ასევე სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები აქტიურად ამოწმებენ დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. ინსპექტორების ჯგუფის მიერ ერთი დღის განმავლობაში შემოწმდა 19 ობიექტი, მათგან 10 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა ასევე ვადაგასული სურსათი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ. ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ კვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 2000 წელს დაბადებულ მგ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცავებმა ფუა ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 119 მუხლის კ-ქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი. სამართალდამცავების მიერ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. სულ დაკავებულია 39 პირი. აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260 და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე გსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70% შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1997 წელს დაბადებული ეკ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მომსახურე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ბათუმის ბულვარში უკანონოდ მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნეს საქმიანობას. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ეკ ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 232 მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფრენბურთის ისტორიაში ოზურგეთის გოგონათა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა და წარმატებით იასპარეზა. ოზურგეთის სპორტის სასახლეში ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში, ჩელენჯ ლიგა გაიმართა. შეჯიბრს, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 12 გუნდი ასპარეზობდა, გურიამ ოზურგეთმა სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება მომასპინძლა. საქართველოს ფრენბურთის ისტორიაში კი ოზურგეთის გოგონათა ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა და წარმატებით იასპარეზა. ძალიან კარგია ესეთი ჩელენჯი ლიგა რო ტარდება გურიაში. ისტორიაში პირველად არის ისე, რომ გურია იღებს ამ ჩელენჯ ლიგაში მონაწილეობას. ფრენბურთი ჩემთვის განუყოფელი ნაწილია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ამაში მეხმარება და გოგოები ყველა რეგიონიდან არიან ჩამოსულები და ყველას უსურვებ წარმატებას. ქალაქ ოზურგეთში ტარდება საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი ჩელენჯ ლიგა. ოზურგეთში პირველად ტარდება ესეთი სახის ტურნირი და გურიას და ოზურგეთის გოგონების გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ესეთ ტურნირში. ესეთი ტურნირები, ჩელენჯ ლიგის ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონებში განვითარდეს ფრენბურთი, აიწეს მოთამაშეების რაოდენობა და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი პერფორმანსიც უკეთესი გახდეს ყველა ტურნირზე. ეს ტურნირი არის შესარჩევი ეტაპი, ყველა რეგიონში ჩატარდა თავისი შესარჩევი ეტაპი. ოფიციალური 8 გუნდი ჩელენჯ ლიგაზე, მაქედან გამარჯვებული გუნდი გადავა პირველ ლიგაში და მოიღებს მონაწილეობის უფლებას პირველ ლიგაში. დღეს ვატარებ ფრენბურთის საქართველოს ჩემპიონატის ჩელენჯ ლიგას, რომელიც ჩვენი ოზურგეთის ნაკრები გოგონების გუნდი წარმატებით გამოდიან. მივესალმებით ჩვენ ამ ტურნირს და ყოველთვის ხარდაჭერა იქნება ჩვენგან ამ გოგონათა ნაკრების გუნდს და არა მარტო გოგონების ნაკრების გუნდს, ბიჭების, რომელიც ჩვენ უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა, როგორც საქართველოს ნაკრების წევრები, ასე კარგი ფრენბურთელები. ძალიან მიხარია, რომ ოზურგეთში ესეთი საფასურო ტურნირი ტარდება ჩელენჯ ლიგა, რომელშიც მონაწილეობა ჩვენი გოგოების გუნდი პირველად იღებს. და ძალიან მოხარულია პირველი მატჩი გავიმარჯვეთ და ასე უნდა იყოს ყოველთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად იმართებოდეს ესეთი ტურნირები და მადლობა სპორტული გაერთიანების ცენტრის დირექციას და ყველას, რომ დაგვითომ დარბაზი და ტურნირი იმართება ჩვენს საკუთარ დარბაზში. 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქალი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქალბუქი და ზვავსაშიშროება. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გაბშვდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.